What did you do? მაგრამ რომ მეღვიძება და ისეთი ამინდი მხდება ნეტარება როა ჯერ რომელ დაძინებაზეა ყოველდღეს გიჟივით მაქვს თმა რო ისა არ ვივარცხნი ხოლმე რო ვიბან ჯერ პირსაწმენდით ვარ ხოლმე და რო ვიძინებ მით უმეტეს ეხა ჭურულობით ვარ მოსული ხალათი ვიცოქნა ნასკები იმიტომ რომ რა ვიცი მეთქი მაინც ჩავიდა მაგრამ ჯერჯერობით გრილა მაგრამ არ მცივა პირიქით სიამოვნე ეს არის პატარა საწყოლის ნალი ლეიბი ორი ცალი მქონდა ხო და ერთი ცალი გუშინ გავისროლე ის ცოტა რაღაცნაირი ხო და ეს უნდა გადამეგდო მაგრამ ვიფიქრებ სანამ გადავაგდებ მეთქი ჰამაკში ჩავდებ თან ეს პირია შემიძლია ეს გაბრიცხვა როგორ იქნება მეთქი და აი ვიდეოს დასაწყისში ვნახეთ აი მე შეთვენა არა მოგაძრო ეგ მახინჯი პატარა ენა შეგაშინა ხო და ძალიან კარგად თან სასიამოვნოა ჩაჯდომაც შვენივად წუხელ მეორე ვიდეო ვერ ჩავწერე წუხელ მქონდა საგიჟე დღე თუმცა ყინკლის კეთების დროს მქონდა ლაივი ოღონდ ლაივი იმიტომ კი არა რომ აი ძალიან უმწოს ეგ პროცესი როდესაც თან ისა ძირითადად YouTube-ის მაყურებელი მყავი იქ ძალიან ბევრი ხართ იქაც და აი ისე ვაკეთებ ხოლმე მაგ დროს საქმეს რომ ვერ გვძნობ ან და აღლაცა რაღაცა როდესაც თქვენ გელაპარაკებთ და ვერ გვძნობ იმას რომ ისა გიზარება უკვე რა ხო და ვიფიქრე კი ჩავწერ მეთქი ვიდეოს მარა გუშინ ხო ინკლის პროცესი რომ დავიწყე რომ მე თორად ცხელოდა და აი დავიწყე თუ არა იქ ვინანე რომ რატო დავიწყე მეთქი ხო და ესა აი მაიკას რატო არ ვიცნობდი არ ვიცი ეხლა აი იქ რა აქვს იცი ეს თეთრები ეს არის ახალი მაიკა ეცლება გავაცლი მე მახდება თაგუნია იმაში რომ ეცვა ეს მეცვა და რაღაც სპორტული შორტი დათუნია როცა მეცვა თურქეთში და იმისი თეთრებია ნახე გადასული სულ სცილდება მაგრამ იმდენად წვრილად გუში სანამ ჩავიცმევდი ვაცალე მეთქვა ჯანდაბა შეიძლება სახში ჩავიცვა ვინ იყურებს ბანას ბევრი 1000 კაცი ხვალ ივდო ხო და ისა იმის მე არ გავმიყენებია და ადე რა ჩაიცვი რა ჩემთავ რა საგარეო არა სათურქეთი ხო და ჩავიცვი აი ესე
იმიტომ რომ დღეს მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში რაღაცები გადავარჩი, დღესაც ესე და რატო იცი, აქ მაღლა გარდირობია გამოთრეული ოთახის გუში ბიჭები მოგვეხმარნენ, მე რა მომეხმარნენ, გათა მე ხინკალს იმაშვებოდი სახამუთი, ორ პარტიად გავაკეთე ხინკალი, 3-ად. პირველი ის, რომ ჩემი მაზლის ცოლი იყო და დამიანი და მარიამი იყვნენ და დილით რომ დაწყებული ხონდა მიუხედავად იმისა, რომ მაგრამ ეზარებოდა. გავაკეთე, რომ გვეჭამა საჭმელი და სტუმრებს გავმასპინძლებოდი და მე ეგევე შევყარე მაცივარში, რომ მე მეთქი მერე. ხო და მერეც გავაკეთე, კიდე რომ მოგშვიდა. და მე ლაშამ თქვა, რომ ბიჭებს მოვიყვანო. რომ გარდირობი, აი ძველებული სამკარიანი თუ გარდირობს რო ეძახიან, რა ვიცი, დიდი როა. მასიური ხე რო არის, საშინელი სიმძიმის როა. ახლა ეს ადგილი მე ფხანება, ეტყობა მირჩება, აი საშინლად. აი ინფექცია რომ მქონდა შეჭრილი, ეს ადგილი აი ვიგლე ჯავს. მაგრამ მინდა გაგახაროთ, რომ ახლა სხვა ადგილი მткиვა ამ თითზე. აი ეგ. ვრავიდან შენდაგეთოს. ხო და რადგან ეს თქვა, მეთქი მოვახო, ოღონდ არ მოვხარშავ, საყენლოეს ჩავყარე და ბიჭებმა რომ გარდირობი გამიტერეს, მიდიოდნენ და არ გაუშვალაშავ, მეთქი სად მიდიხარ კაცო, თქვენ ზეცაკბე გააკეთეთ ხინკლის კარში ვერ გაგიშობ და აქ იყვნენ გაუმასპინძლდი, მერე მევიბანავე და წაველი და ამომქრა. არა ჯერ ვაიმე რა გავაკეთე. ძველებურ საწოლზე მე ეს ვაიმე მომილოცეთ ხალხო სახში ის მკვდარი აღარა მაქვს. არა, მოიცარ ახლიდან თქვა. საძინებელში რო შუაში მკვდარი მედო. ლოგინების სახით, ბზითვების სახით, ხო იცით? ბევრჯერ მithქვია, რომ მკვდარს ვაგონებსო და შუაშია გახიდული. აღარა მაქვს. 19 წლის მერე გავბედე და მოვიცილე. მე ხალხო თუ რაღაცა გინდათ. ვერაკეთებთ რაღაცას რაღაცის ხადრით. ვერაკეთებთ ვიღაცის ხადრით. ხა მე რომ სახელ გადაწვით მეთქი. აი 19 წელია აქ ვარ. ივანე ხდება 17-ის. თუ 18 რა ვერც გადავეკიდე, ან 18 ან 19 მოკლედ. ხო და ისა 19 წელი ეგ საწოლი მანდ მიდევ. და ნუ ხო რაღაცა დამჭირდა. ეგენ დავიტოვე რაც დამჭირდა. ისინი 19 წელი რო არ დაგჭირდა. ადე რა ქალო გადაყარე რა. დაგჭირდება? ზოგადად ვიცი ხომ რაღაცას რო გადავაგდებ იმ წელს დამჭირდება ხო, მაგრამ არა უშავ დამჭირდება წავალ ვიყიდე. აღარ მინდა რა, აღარ მინდა. გადავთვალე 5 საბანი დავტოვე, ბალიშები, ადიელები და რაღაცა ეგეთები, ხა მართლა ყურ გადავყოლით, მაგრამ შაშაწირო დამინესტიანდა და მე ნალები ვრეცხე. მე ხა შიკერ ვარ ვიცოდი და მეთქი ჯანდაბას მაინც რა შეჭირდება თქო და მაღლა შპილკები დავეპნა და იმაზე თამაშობენ. ხო და ისე დავალიან და გედრო, უბრალოდ იყოს მეთქი ნახევარი გადავყარე, შეკერი, გავრე, აი რა ვიცი, დიდი ფუსფუსი მქონდა. უწყლობაში. ხო და ისა აიგენი აწინაწილავდი და გავისროლე წუხელი. მე ხო თქვი ისა ბუნკერში მეთქი მცხენია მარტო ჩემი ნაგავიყრია მეთქი ბოლო ხანებში და მე გამაგვი. გუშინ გავუშვი ნინო მეთქება ბუნკერში. წადი და გაიხედე 3 ბუნკერი გვიდგენ, თორე დიდი უბანია და ზოგადად იცი როგორი სიტუაცია, ვიღაცა რო გამოიყოლებს და აქ ჩააგდებს ნაგავს რა. მიუხედავად იმისა, ყველგან ორგანალაგია ეს ბუნკერები. ხო და გავიტანე წუხელი. მე ინდაურებს როგორ უხარიათ გამოშვება ხალხო. პატრა მოშვებით. გავიტანე ეს ბევრი რაღაცეები და გავისროლე. 2 ნალი მაქვს.
ძალიან ძიმე. ძველებული გაკეთებული. არ მიხმარი, არ ვხმარო, არ ვიხმარ. არის ცოტა მოკლე. და ეგ იქით იყოს კიდე, ანუ წინაზე დამიწერეს, რომ ვინმე სულ მიეციონ. მე მაგალითად ეხა ვიღაცამ რომ ახალი რო იყოს დაუფიქრებლად. ახალი რო იყოს დაუფიქრებლად. არც ჩემი არც არა, არ ვიცი, მოკლედ ნალია. კარგი ხარ მომიყვანოთ. ან რო ეხა მაგის ის არა მაქვს რომ მეეგურეცხო და მატყლად გავაჩუქო. ხო და ვერავის ვერ შევკადრებდი რა მეთქი ნალი ხო არ გინდა და რაღაც. ამიტომ მაგებსაც უყრი. ერთი ძალიან მძიმე. აი აღარ დავიტოვე. всё დამთავრდა ის ერა, რომ მოდი იყოს დაგჭირდება, ან მოდი იყოს ეს იმის ნაჩუქარია, ან მოდი იყოს. ხო, მესმის ყველანაირ ვიღაცის ნაჩუქარ რაღაცას ვინახავ და ვხმარობ დიდი სიყვარულით და დიდი იმით, მაგრამ 19 წელია ძალიან ვიღლები სეზონზე ორჯერ მე გაზაფხულზე ორჯერ და შემოდგომაზე ორჯერ გამოზიდე ესენი გამზეურე მე თუ წვიმა წამოვიდა ცოტა ხანი შეყარე მე ადაკ ისე მოკლედ დამთავრდა აღარ მინდა ხალხი აღარ მინდა და აღარც არავინ არ ხმარობს ამას მე ვხმარ ვიხმარ აი ხა მე რა ლეიბიც მაქვს ის რაც წევა ეხლა რემონტს გავაკეთებთ და ისა და ვიყიდი მას საძინებელს იმას ლეიბი აღარ მენტახზე მიდევის ლეიბები და დღეს რა მაქვს საქმე ყავა გამიცივდა დღეს საქმე მაქვს ის რომ ეხა ის ტანსწრაფი რაც გამოვალაგე გარდირობიდან და გამოვიდან და შევალაგო პრინციპში დავამთავრე დაცლა რა აი რაღაცებმა გამოზიდო და კამოდი რომ აქ ეგეთ ეგ კამოდიც დაიბრიც მიიბრიცა მანდ მიდევ ხოლმე თეთრეულები დაიბრიცა ნესტისგან დეფორმაცია მიიღო უჯრებმა და აღარ იკებება ხო და ცოტა ხანით დავიტოვებ მაგასაც სანამ დაბოლომდე იმას ვიზავ და რო ვიყიდი იმას შევიტან და მე შევაბარგებ და რაც ზედმეტი იქნება გნაც მოკეში უნდა გადმოვარდეს ღმერთო უნდა გადმოვარდეს მე გადმოვარდა უნდა გაგამწარო შეეცი კიდევ თამაშობ ხო და გუშინ მაგიტო ვერ ჩავწერე ვიდეო მეორე მე ეს გუგუში ხო ბავშვებმაც იარეს მე ამ ბიჭებმა და მეთქი მტვერსასრუტს ჩავთავ და მტვერსასრუტის შემოვიქროლე εν რაოდენობით ნაგავი ავიღე და თაპარელოდ გქნა ხო ვაიმე მე ესე ფეთხმურად ხინკალია გამიკეთები ახლა მოდით რომელიმე მოდი ჩემი ცხოვრება მოდი ჩემი პრინცესა გოგო ხარ ჯანი დაგეწოს და ხო და ისა ყველაფერი ოფქვილში ფქვილში ეგეთი ფეთხმურად არ ვაკეთებ ხოლმე არასოდეს მაგიდა რა ვიცი იატაკი ხო საერთოდ ხო და ეგ დავალაგე ეს რაც შევძელი მაღლა გამოწმენდა იყო მაგრამ ჯადებას აღარ უნდა გარეთ ოთახს გამოწმენდოდა დღეს თუ ტანსაცმელი გამოვიტანე სრულად და ჩავალაგე შეიძლება არ არის გამორიცხული რომ ამ ღამის ბიაზი რაც გაკრული არის ჩამოაგდოს ლაშა მაგ დროს მაქსიმალურად იკეტება გარეთ ყველა კარი მით უმეტეს გოგოების ოთახის გარემოტებული ოთახის
და იღება იქით ფანჯარა და იქიდან მე უნდა გადავაგდო თუ რამე მეტი იქნება. აი მართლა რა 18 თუ 19 წელია ეგ ოთახი იყო გარემონტებული, მაგრამ ცივია რა, როგორც გარეთა ოთახია და კიდევ და დაბლინასი ცივი ამოდის. დაშორებები აქვს. მაგალითად იქ გადის, სითბოს ვერ იმუშავებ. და ამდენი ხან, სადაც 15 წელია მაგ ოთახის გარემონტება მინდა. მოდით ერთ-ერთი ჩაგეხუტოთ, ხო შეიძლება რა? დედავიდა დაიკნავლა და სამივენი ჩამოყარა. აი ხა შეიძლება ვიღაცას გიჟი ვეგონო, მაგრამ ეხა დიდები არიან. სადაც 1-2 კვირის წინ სუსუ მაღლა იყვნენ, ხოლმე არ ჩამოდიოდნენ. დილით ავიდოდა დედამისი, კატა. აი იქ დადგებოდა კიბეებთან და დაიკნავლებდა რაღაცა უცნაურად. აი იქიდან რომ მოწყდებოდნენ ხოლმე, გამოიქცეოდნენ და ჩამოვიდოდნენ, გამოიყვანდა ხოლმე, დაწვებოდა და აწვევდა ცუდს. საღამოს ისე აიყვანდა. მე ვიფიქრე სიტყვა მეჩვენება მე. 2 დღე ვაკვირდებოდი, ერთი და იგივე დროს მოდიოდა იქ მივიდოდა და ბავშვებს ჩამოსვლას ეუბნებოდა და ჩამოსულიყვნენ. ეხა გავირდდე რაღაც უჯერები, მაგრამ ის აგე ავიდა და ჩამოიყვანა, ის აი ღირთაბალა რო იყვნენ. აგე კიდე ჩემი რელაქსაცია ესე რომ ვსივარ და ვუყურებ მაგათ თამაშს, ვაიმე იცი როგორ მოყვარს. ამი უკის გადაგდებას ვაპირებდი. ეს ვიყიდე თურქეთის. საკმაოდ თხელია და ჩახსნილი აქვს ორივე ფეხზე. ხო და ვერც ერთ მაიკას ვერ ვახდენდი ხოლმე რა, ეხა გარეთ არ მინდოდა ამის ჩასმა, იმიტომ რომ თხელია, კაია, აფრიალებ, აი ტორღიალებ. ხო და ის განიერ მაიკებზე ვერ ვიხდენდი ხოლმე და წეღანის რო ჩავიცვი ეს მაიკა. წუხალო სწორად რო დავიდა. რაცა მომეწონა. მიუხედავად იმისა, ჯერ ამას თეთრები აქვს და არ გამიცლია კი. როგორ აქ აი კვირწლებს რო ეძახიან ეგე, მაგრამ ისა შველი ჩუტკით რო ჩამოვსო გაიცლება. ხო და ამაზე მომეწონა ძალიან. ამიტომ ამის მერე ამ ისა ლუქს ერთად ჩავიცვევ ხო. იგი დუნაშვილს რო უთხრეს ისა, როგორ დავიფხანე თავტილიანივით. შენ დაისაო, მოდითო უჩაო ამ ადამიანილასო, კაი ლუქი შეგირჩიეთო და მოიზომეთ და გაგატანთო. დიდი მადლობაო, სად უნდა მოვიდეთო აქა და აქაო. ვაიმე უღრმესი მადლობაო და უკეთებდა ლუქი რა არის. არა, არ არის გასატეხი ხა თუ არის სამხლის ქალმა. დღეს აგინ პატატინა ქოჩორას ვუყურებ, თუ კიდე გადმოხტა ეგ და იქ თავის აშენებული მაშინ დადო. ესა კვერცხი. პატარა ქოხი უნდა გაუკეთო და სეტკაში ჩავსო. მამალთან ერთად რა თქმა უნდა. და როგორც კი მივხვდები რომ всё ეს ზის კრუხად იმას ვიზავ. მამაც ამოვაგდებ და ეგ იქნება გალიაში თავისთვის საჭიროა სასილი. გუშინ ჩაქრა შუქი ხალხმა. და ჩაქრა საკმაოდ დიდ ხანს დაახლოებით 12-დან 7-მდე იყო. ეწერა მესიჯი. ვაიმე რო ჩაქრა ხალხს всё, ანუ ერთი რამდენიმე წუთი 1 საათამდე რო ჩაქრეს, წესით ის ინკუბატორი გაკაჩავს. მაგრამ 7 საათი უკვე ნამეტანი იყო, ხა რო ინკუბატორმა შეინარჩუნოს. და всё მე ვთხარი, ხა ისედაც დიდად იმედი არ მაქვს რომ ეს გამოჩეკავს, მაგრამ ეხა თლათ 100% ვიცი რომ აღარ გამოჩეკავს ვთქი და რა უყოთო თვითონ მეინტერესებს რა სიტყვა. თვითონ მითხარ რა ვერ მოვედი მიაზზე კომპიუტერით. ეგ ხო USB კაბელთან შეერთებული და ჩამოვიტანე ჩემი კომპიუტერი, შევაერთე ყოლა. შევაერთე ინკუბატორი და ჩაირთა. ასე რომ მე მალე მოვიდა სხვა შორის 3-ისკენ მოვიდა შუქი, 3 საათამდე იყო ჯერთო ჩამქრალი არც კი. მოვიდა მალე შუქი და ისე ვისაუბრე, ანუ არ იყო რა გამორთული რა.
ეხლა ნინოს უნდა უთხრა ხოლმე ეგრევე კომპიუტერი იყოს უდატენილი თუ სამსახურში ვიქნები და ჩაქრა იმ წამს შეაერთოს მომესია მონაღმერთო დილით ყავა და მოღრუბლულია ოღონდ ისა საწვიმრად არა ის დილის ღრუბელია თუმცა იქ ჩანს გახსნილთა და მზეც მზის სხივების რაღაცა ჩა იხსნება ხოდა რო გამეღვიძა ხარ და ეს თიამინდი იყო ნიავი აბა მანანა ადეგი ჯერ სანამ სიცოცხლე კარგია მე წედეთ და იცი არა მართლა ვაპირებ დღეს თუ დრო დაწყება იმიტომ რომ გუში ბევრი რაღაცა გავაკეთე და დღეს ისა ხო გუში უნდა ჩავსულიყავი მამიდასთან მამიდაჩი სანახავა თან ბაბუც იყო იქ და მელოდებოდნენ მაგრამ ახლა სტულები რომ ყავდა სად ჩავიდოდ ესენი რატო გადამოხტნენ აქ ერთი ძალიან მაინტერესებს აი ცოტა ხანი იბაირა მე სანამ იმას გამოუშვებ თეთრ ვირს ხო და ვეღარ ჩავედი და დღეს იქნებ ჩავიდე მამიდაჩემს ორივე ფეხზე აქვს ოპერაცია გაკეთებული ერთი საათის 19 წლის წინ მახსოვს ახალი გათხოვილი ვიყავი და სასწავლებლიდან მიველი იმ საავადმყოფოში სანახავად და ერთი კიდე მერე კაი წლების მერე მენჯის ძვალს რო მეტალით თუ რაღაცა მასალით რო ცვლია ხო იცით ანუ ორივე მხარეს მენჯის ძვალი აქვს მოხერხილი და მის მაგივრად აქვს ჩასმული ისინი რკინები ვთქვათ თუმცა ძვირი მასალაა ხო და ის ჩემი მამიდა ბოლოს ისი აუტყდა ფეხს რომ საბოლოოდ ეზოში წაიქცა და ის 19 წლის წინ გაკეთებული ოპერაცია ვისაც გააქვთ ეგ ოპერაცია გაკეთებული ეგ წონაზე არაა დამოკიდებული იმიტომ რომ ძალიან გამხდრებსაც კი გააქვთ ეგ პრობლემა მენჩი რო ის ჩაშკას რო ეძახიან რაღაცა აი ეს რაც ტრიალებს ფეხი ეს ხრტილი ჰქონდა სრულიად მოცვეთილი და იყო წანაზარდები ძვლის და აქ რო ეს მოძრაობდა იწოდა საშინელ ტკივილს ხო და ეს ძვალი მოაცალეს და შეცვალეს ხელოვნური ძვლით ანუ იმ რაღაცა რომ ეს ტკივილი აღარ ყოფილიყო ხო და ეგ რაშიც ზის ეგ ფეხი რაშიც ზის ძვალი გაებზარა ხა რო წაიქცა და ღმერთს მადლობა რომ ანუ არ მოსტყდა არ გაუტყდა იმიტომ რომ უფრო მძიმე სიტუაცია იქნებოდა თუმცა ეხაც წევს არ შეიძლება არაფრით ადგომა მინიმუმ 6 კვირა ეს ნაბზარი უნდა შეხორცდეს ანუ მაგას ვერაფერს ვერ უძავენ ზემოდან აი აქედან აქამდე იყო გაჭრილი ხო და ისა მე უნდა უცილებლად უკვე ანუ აღარ არის ეგ ფეხის ანდო და ოპერაცია უნდა დააგეგმო ხო და და მე ნახა ვერ ჩავედი დღეს მინდა რომ ჩავიდე და ვნახო თან თურქეთშია დანიელი ეხლა წამოვიდნენ უკვე და ხელშუაღამისას უნდა მოსულიყვნენ ხო და დანიელის ამბავსაც ცალკე ვიდეოში გეტყვით რა უთხრეს ერთი და ორი გაგებით წავედი ახლა დაგებშდობებით დავივარცხოთ თმები ისინი გამიყინა ფეხები აშკარად ნასკები უნდა ჩავიცვა და შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით კარგად კაი დღე ყველას აბსოლუტურად ყველას